მოგესალმებით ყველას ჩემო მეგობრებო ვიდეო ლესონზე. მე ვარ მიშო. დღეს მე გთავაზობთ ტოპ 5 თამაშს სუსტი კომპიუტერებისთვის, ნაწილი მე-16. მოდით დავიწყოთ დღევანდელი ჩვენი ტოპი და განვიხილოთ ხუთეული, რომელიც ამ ტოპში მოხვდა. პირველი თამაში ჩვენს ტოპში ეს არის Sherlock Holmes Crimes and Punishment. ეს არის გენიალური დეტექტიური ჟანრის თამაში, ჩემო მეგობრებო, სადაც თქვენ უნდა ასე თქვათ, გახსნათ უამრავი საიდუმლო და თავსატეხი, რის შემდგომადაც მოგიწევთ ძალიან ბევრი მკვლელობის და დანაშაულის გახსნა. თამაშის ძირითადი მოთხოვნილებები არის ის, რომ მას სჭირდება ნებისმიერი სახის Windows-ი, ეს იქნება XP თუ 10, ოპერატიული 2 GB, ხოლო ვიდეო კარტა 512 MB. შემდგომი თამაში ეს არის Life is Strange, გენიალური გრაფიკის მქონე თამაში, სადაც მთავარი გმირი საპირფარეშოში შეესწრება მკვლელობას. შემდგომ კი სპეციალური ძალების მეშვეობით, რომელიც მას გააჩნია, ეცდება ის დროში უკან დაბრუნებას და ამ მკვლელობის თავიდან აცილებას. თამაშის ძირითადი მოთხოვნილებები არის ის, რომ მას სჭირდება ნებისმიერი სახის Windows-ი, ოპერატიული 2 GB, ხოლო ვიდეო კარტა 512 MB, ჩემო მეგობრებო. შემდგომი თამაში ეს არის Middle Earth Shadow of Murder. შესანიშნავი და ბრწყინვალე გრაფიკის თამაში, მთავარ გმირს მოუწევს ძალიან ბევრი მოწინააღმდეგესთან შერკინება, ჩემო მეგობრებო. იქნება ეს მასობრივი ბრძოლები თუ ბნელეთის ძლიერ ძალებთან ბრძოლა. თამაშის ძირითადი არსი არის ის, რომ თქვენ მოიპოვოთ, ასე ვთქვათ, მთლიანი კონტროლი სამყაროზე და ასე ვთქვათ, ბოროტი ძალები გააქროთ. ეს არის ძირითადად შუა საუკუნეების დროინდელი თამაში, თუმცა ძალიან ლამაზი გრაფიკი და დახვეწილი გეიმპლეი. თამაშის ძირითადი მოთხოვნილებები ის არის, რომ მას სჭირდება ნებისმიერი Windows 7-დან ზემოთ, ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ თქვენი Windows-ები აუცილებლად უნდა იყოს 64 ბიტიანი ვერსიები, ოპერატიული 2 GB, ხოლო ვიდეო კარტა 512 MB. შემდგომი თამაში ჩვენს ტოპში ეს არის Spin Tires, ჩემო მეგობრებო, რუსული ასე ვთქვათ, კომპანიის მიერ შექმნილი თამაში, გენიალური სიმულატორი ავტომობილებზე, სადაც თქვენ მოგიწევთ რუსული და საბჭოთა კავშირის დროინდელი ავტომობილების, ასე ვთქვათ, ტარება ძალიან რთულ პირობებში. ეს იქნება ტალახი, მდინარის გადალახვა თუ ასე შემდგომ. თამაშის ძირითადი მოთხოვნილებები არის ის, რომ მას სჭირდება ნებისმიერი სახის Windows-ი, ოპერატიული 2 GB, ხოლო ვიდეო კარტა 256 MB. შემდგომი ჩვენი თამაში და დღეისათვის ბოლო თამაში ჩვენს ხუთეულში ეს არის Construction Simulator, ეს არის 2015 წლის ვერსია, სადაც თქვენ მოგიწევთ ასე ვთქვათ მშენებლობის კონსტრუქტორის, ანუ მშენებლობის სიმულატორის თამაში. თქვენს განკარგულებაში არის აბსოლუტურად ყველა ტექნიკა, ჩემო მეგობრებო, რაც კი გამოიყენება მშენებლობაში. ეს არის ბულდოზერები, და ტრაილერები, ტვირთის გადასატანი ტრაქტორები, ასე ვთქვათ და ასე შემდგომ. დიდი ამწეკრანები, რომლის საშუალებითაც თქვენ შეგიძლიათ ასე ვთქვათ აწიეთ უამრავი სახის მძიმე ტვირთი და ასე შემდგომ და თქვენ მოგიწევთ სხვადასხვა სახის კონსტრუქციისა და სახლების აშენება. იქნება ეს პატარა სახლები თუ იქნება ეს მთლიანი დიდი კორპუსები და ქალაქები. ძალიან საინტერესო და სახალხო თამაშია. პლუს ამას ეს თამაში არის 2015 წლის და მას აქვს შესანიშნავი გრაფიკა. მიუხედავად ამისა, მისი მოთხოვნილებები ძალიან დაბალია. თამაშის მოთხოვნილებები კი არის შემდგომნაირი. მას სჭირდება ნებისმიერი სახის Windows-ი, ოპერატიული 2 GB, ხოლო ვიდეო კარტა 512 MB. დღეისათვის კი სულ ეს იყო. ძალიან დიდი მადლობა ჩემო მეგობრებო ყურადღებისათვის. თუ რაიმე შეკითხვა გაგიჩნდათ, დაწერეთ კომენტარებში, არ მომწერეთ Skype-ში. მიშო 1027